ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოლაწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, წარგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრს ჭეშმარიტება უქადაგე." შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: „დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკაცი მე წინამძღვრად?" მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რდო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ." რამდენიმე ღამის განმავლობაში მცხეთელებმა საკვირველი სასწაული იხილეს, ზეციდან ჩამოსული ვარსკვლავების გვირგვინით შემკული ცეცხლოვანი ჯვარი განთიადამდე ეკლესიის თავზე ჩერდებოდა, შემდეგ მისგან გამოყოფილ ორ ვარსკვლავთაგან ერთი აღმოსავლეთით მიდიოდა, მეორე დასავლეთით. თვითონ ჯვარი კი ნელ-ნელა არაგვის გაღმა გადიოდა და წმიდა ნინოს წყაროსთან მცირე ხნით შეჩერებული ზეცად მაღლდებოდა. მეფემ წმიდა ნინოსგან შეიტყო, რომ ამ სასწაულით უფალი ჯვრების აღსამართავ ადგილებს მიანიშნებდა. წმიდანის რჩევით მან ამ ადგილების გამოსაძიებლად ხალხი გააგზავნა და შეიტყო, რომ ერთი ვარსკვლავით ხოთის მთაზე ჩერდებოდა, სადაც მირიანმა ქრისტე ირწმუნა, მეორე კახეთში, დაბა ბოდისში, რითაც უფალი წინასწარ განადიდებდა თავისი სათნომყოფელის განსასვენებელ ადგილს. წმიდა ნინო უწყოდა, რომ ბოდბეში დასრულდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრება და ამიტომ უბრძანა: „წაიღეთ ერთი ჯვარი და თხოც აღმართეთ, სადაც უფალმა თავისი ძალა გამოგიცხადათ, ხოლო მეორე, მეფეთა ქალაქ უჯარმაში, რადგანაც ბოდბე წინ არა უდგება ხალხმრავალ მეფეთა ქალაქს, ხოლო ბოდბეს, ღვთისსათნო ადგილს, თვითონ ვიხილავ." მესამე ჯვარი წმიდა ნინომ, ეპისკოპოსმა, სამეფო კარმა და ურიცხვმა ხალხმა დიდი პატივით წააბრძანეს და წმიდა ნინოს წყაროსთან მთელი ღამე ლოცვაში გაათენეს. მეორე დღეს წმიდა ნინომ ხელი დაადო ერთქვას და ეპისკოპოსს უთხრა, რომ ჯვარი გადაესახა მისთვის. იმ ადგილას, ბორცვზე დიდებით აღმართეს ჯვარი და მის წინაშე მუხლი მოიდრიკეს. მრავალი სასწაული აღესრულებოდა ამ ჯვართან, სნეულნი განიკურნებოდნენ, უშვილოდ შვილი ენიჭებოდათ. ამ სასწაულებით მრავალი წარმართი მოიქცა. ერი ყოველწლიურად აღასრულებდა მასთან მსახურებას. ერთხელ მირიანმა წმიდა ნინოს უთხრა: „ნებავს ჩემი სიძე პეროზი და მთიულნი მახვილით მოვაქციო." მან მიუგო, უფლისგან ნაბრძანები არა ამ ახვილის აღება, სახარებითა და პატიოსანი ჯვრით ვუჩვენოთ მათ ჭეშმარიტი გზა. წმიდა ნინომ მთიულეთში, ერწოთიანეთსა და კახეთში იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება. ხალხმა შემუსრა კერპები და მოინათლა. წმინდა ნინოს განსასვენებელი ბოდბეში და ბოლოს უფალი მიუძღვა მისთვის განზადებულ ადგილზე, კუხეთის დაბა ბოდისში, სადაც დაასრულა მოციქულებრივი მოღვაწეობა. აქ მისი ქადაგებით მოინათლა დედოფალი სუჯი, მისი მთავრები, ხედრები და მონამხევალნი. სრულყო რა ქადაგება ჭეშმარიტებისა, 8 წლით დამაშრალ დედა ნინოს სულიწმიდისგან ეუწყა, რომ ამა სოფელს დატოვებდა. მან მირიანთან წერილი გაატანა დედოფალ სუჯის, რომელშიც ლოცავს მეფესა და ერს დაატყობინებს, რომ ქრისტეს სახარება ყველამ შეიწყნარა, შემუსრეს კერპები და წმიდა სამების სახელით მოინათლნენ. მეფეს მოუწოდა, რომ მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება და წმიდა ნათლისღების ბეჭედი. შემდეგ ითხოვს, რომ მასთან იოანე ეპისკოპოსი გააგზავნოს, რათა წარმგზავნოს და საუკუნო საგზალი მომცესო. სუჯი მხლებლებით წავიდა მცხეთაში და მთელი გზა ფეხშიშველმა გაიარა. როდესაც სვეტიცხოვლის პირისპირ მიიწივნენ, ვერ ვინ გაბედა უზომოდ ადიდებულ არაგვში შესვლა. დედოფალმა ილოცა, პირჯვარი გამოისახა და სახედრით შევიდა მდინარეში. მდინარე შუაზე გაიპო და დედოფალი უნებლად გავიდა ნაპირზე. მირიანმა ცრემლებით დაალტო წმიდა ნინოს წერილი. მეფე დედოფალი უამრავი ხალხით წავიდა ბოდბეში. იქ ჩასულთ მოიკითხეს წმიდანი და მისგან კურთხევა აიღეს. ეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმიდა ნინო ქრისტეს განმაცხოველებელ სისხლსა და ხორცს აზიარა, რომელიც წაიღო საუკუნო საგზლად და უფალს შეხვედრა სული. ტალანტთა სიმრავლით წარმოუდგა წმიდა სამებას და პატიოსან წუნად სულიწმიდით შობილიერი მიართვა. მთელი ერი შეიკრიბა მისი წმიდა სხეულის თაყვანისაცემად. მირიანმა ძლივს დააცხრა ხალხი, რომელიც ერთმანეთს თელავდა, მის 8 წლით შემოსილ გვამს რომ შეხებოდა. მეფემ მთავარ ეპისკოპოსსა და მთავრებთან ერთად წმიდა ნინოს სვეტიცხოველში დაკრძალვა გადაწყვიტა, მაგრამ 200-მა კაცმა ადგილიდანაც ვერ დაძრა მისი სარეცელი.
მირიანმა გულისხმა ჰყვა, რომ სწორედ ეს იყო მის განსასვენებლად ღვთისგან მოსწავებული ადგილი და დიდი პატივითა და დიდებით იქვე დაკრძალა. 30 დღე წმიდა ნინოს საფლავთან დარჩნენ და ერის დაობლებას იგლოვდა მეფე და ერი. წმიდანის საფლავზე მეფემ მშვენიერი ტაძარი ააგო და საეპისკოპოსოდ განაჩინა. სიკვდილის სარეცელზე მყოფმა მირიანმა დედოფალს ანდერძი დაუტოვა. შენ, ნანა, თუ დაგცალდება, ჩემი სიკვდილის შემდეგ სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შეწირე, რათა ჟამთა სიგრძემ და ცვალება მას შეარყიოს ეს ადგილი და უკუნისამდე შეუძვრელად იყოს. ასევე ვევედრები მთავარ ეპისკოპოსს განადიდოს ეს ადგილი, რადგანაც პატივის ღირსია. წმიდა ნინოს საფლავთან ურიცხვი სასწაულები აღესრულებოდა და დღესაც სულიერად დაკნინებულსა და დაუძლურებულ ერთმანე უნდა აღმოუცენოს ცხოველი წყარო კურნებისა და შემოსროს ურწმუნოების კერპები. ქრისტიანობის მოფენა და დამკვიდრება თვითონ ცალკეთ თავისთავად დიდი ღვაწლია და რომ ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეკვრა და გაგვამაგრა, რომ ქრისტიანობა გაგვიწვა მამულისა და ეროვნების შერჩენისა და ხსნისათვის. ღვაწლი იგი გვიორკეცდება, გვიდიდდება, გვიძლიერდება, ეგ გაორკეცებული, ეგ განდიდებული ღვაწლი დაგვდო ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ნინომ. აი რით არის მართლა სადიდებელი, მართლა სადიდ დღესასწაულო იგი დღე, როდესაც ჩვენი ეკლესია დიდებით იხსენიებს ამ მოციქულთა სწორს, ქალწულსა. ამ აღვთაებურის მადლით მოსილმა მოციქულმა დაგვწაფა დაუშრობელს წყაროს ღვთაებურის ჭეშმარიტებისას და მოგვივლინა იგი მოძღვრება, რომელმაც იშვილა ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება და ერთსაც და მეორესაც უპატრონა დღემდე. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, დიდება შენ და დიდება.